საქართველოს რკინიგზა გზადდებარე სადგურებში ტვირთმიმღების მიზეზით ვაგონების შეყვანებას აღრიცხავს ელექტრონული წესით. ელექტრონული სისტემის მეშვეობით დანიშნულების სადგურის მიერ წერილობითი მომართვის საფუძველზე გზადდებარე სადგურებში ვაგონების ტვირთმიმღების მიზეზით შეყვანებისას ავტომატურად მოხდება საერთო ფორმის აქტების გაფორმება და მოწდენის დროის აღრიცხვა. გზადდებარე სადგურებში შეჩერებულ ვაგონებზე შედგენილი ავტომატური საერთო ფორმის აქტები დასტურდება რკინიგზის ელექტრონული შტამპით. გზადდებარე სადგურებში ვაგონებზე შეჩერების გამოცხადების და ავტომატური საერთო ფორმის აქტების გახსნის შესახებ ტვირთმიმღების ინფორმირება ხდება საიტზე cargo.railway.g. საიტზე ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებების ნახვა შესაძლებელია შეტყობინებების პანელიდან, რომელიც განთავსებულია საიტის მარჯვენა კუთხეში. ღილაკზე დაჭერით ჩამოიშლება პანელი, რომელიც მოიცავს როგორც წაუკითხავი შეტყობინებების ნაწილს, ასევე წაკითხული შეტყობინებების ნაწილს არქივში. სასურველ შეტყობინებაზე დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა, რომელშიც მოცემული იქნება სრული ინფორმაცია. შეტყობინების ფანჯრის დასახურად უნდა გააქტიურდეს ღილაკი გავეცანი. წაუკითხავი შეტყობინებების არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვერ განაგრძობს საიტზე მუშაობას. მომხმარებელს საშუალება აქვს გახსნას ნებისმიერი წაკითხული შეტყობინება არქივიდან და თავიდან გაეცნოს დეტალურად. გამგზავნ და გზადდებარე სადგურებში ვაგონების შეყვანების და საერთო ფორმის აქტებით მისი აღრიცხვის დაწყების შესახებ ტვირთმიმღების ინფორმირება ხდება მეილზე შეტყობინების გაგზავნითაც. მომხმარებელს საიტზე მითითებული ელფოსტის მისამართზე გაეგზავნება მეილი cargo.railway.g-დან. გამგზავნ ან გზადდებარე სადგურებში შეჩერებულ ვაგონებზე შედგენილი ავტომატური საერთო ფორმის აქტების ნახვა შესაძლებელია მენიუს პუნქტიდან ელ-საბუთები, საერთო ფორმის აქტი, გზადდებარე სადგურებში ავტომატური საერთო ფორმის აქტებიდან. მონაცემების სანახავად აუცილებლად უნდა მიეთითოს პერიოდის დასაწყისი და პერიოდის დასასრული. მომხმარებელს შეუძლია თარიღის მნიშვნელობის მითითება როგორც ხელით, ასევე კალენდრის საშუალებით. კონკრეტული ვაგონის მიხედვით ინფორმაციის ძიებისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ ველი ვაგონი. მონაცემების ჩასატვირთად მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს ღილაკი ძებნა. ანგარიშგება მოიცავს შემდეგ საერთო ფორმის აქტის მონაცემებს: დოკუმენტის ნომერი, სერია, აქტის განფორმებელი სადგური, აქტის განფორმებული სადგურის კოდი, მოწდენის დაწყების დრო, მომწდენი, მოწდენის მიზეზი, სადგურიდან სადგურამდე და შენიშვნა. სასურველ საერთო ფორმის აქტზე დაჭერით ჩამოიშლება ინფორმაცია ვაგონების შესახებ. ინფორმაცია მოიცავს ვაგონის ნომერს, მოწდენის დასრულების დროს, შენიშვნას, საგზაო უწყისის ნომერს და სერიას, გზის კოდს, კონტეინერის სუფიქსს და კონტეინერის ნომერს და გადაზიდვის დავალებას. დანიშნულების სადგურში ტვირთის გაცემისას ტვირთმიმღები ვალდებულია მოახდინოს გზადდებარე სადგურებში დაფორმირებული საერთო ფორმის აქტებზე ელექტრონული ხელმოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში იზღუდება ტვირთის გაცემის პროცესი კლიენტის მიზეზით. ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება ხდება მენიუს პუნქტიდან ელ-საბუთები, საერთო ფორმის აქტი, ხელმოსაწერი საერთო ფორმის აქტები. ფაილზე დაჭერით შესაძლებელია საერთო ფორმის აქტის ელექტრონული ვერსიის ნახვა. საბუთზე ხელის მოწერის მიზნით მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს ღილაკი ხელმოწერა. ხელმოწერის განხორციელება ხდება არსებული წესის მიხედვით. მენიუს პუნქტიდან ელ-საბუთების საერთო ფორმის აქტი და დათვალიერება მომხმარებელს საშუალება აქვს ელექტრონული საერთო ფორმის აქტებთან ერთად დაათვალიეროს ავტომატურად შექმნილი საერთო ფორმის აქტებიც. მონაცემების სანახავად აუცილებლად უნდა მიეთითოს პერიოდის დასაწყისი და პერიოდის დასასრული. მომხმარებელს შეუძლია თარიღის მნიშვნელობის მითითება როგორც ხელით, ასევე კალენდრის საშუალებით. მონაცემების ნახვა შესაძლებელია აქტის სერიის მიხედვითაც. ელექტრონული ან ავტომატური, ან ორივე ერთად. მონაცემების სანახავად მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს ღილაკი ძიება.